გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მივესალმები რადიო ძველი ქალაქის მსმენელს. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. მე ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი გოჩა ჩხეტია გახლავართ. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა არის 19 აპრილი, თითქმის უკვე საკრალურ ციფრად მიჩნეული 19 აპრილი, რომელზედაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა, ეს უკვე გახდა, ასე ვთქვათ, გარკვეული ჭორების, გარკვეული მოსაზრებების, გარკვეული რაღაცა შეთქმულების თეორიებისა და სხვადასხვა ინსინუაციების თემა. ამ საკითხზე სასაუბროთ ჩვენთან დღეს სტუდიაში მოწვეულნი არიან სტუმრად საზოგადოებრივი მოძრაობა 19 აპრილის წარმომადგენლები, რომლებთანაც ერთად ჩვენ შევეცდებით შევიტანოთ სიცხადე 13 აპრილის აქციასთან დაკავშირებულ საკითხში, გავიგებთ თუ რატომ დაფუძნდა ეს ორგანიზაცია, რა იყო მთავარი მიზეზი საფუძველი ამ ორგანიზაციის შექმნის, რა მიზანს ემსახურება ამ ორგანიზაციის დაფუძნება და იმედია საზოგადოება ასევე გაიგებს თუ რა იქნება, რა ღონისძიება 19 აპრილის დაგეგმილი, რა არის მისი მიზანი, რისი მობილიზება, რისი გააქტიურება ან სხვა მიზანი შეიძლება ახდეს ამ ორგანიზებულ აქციას. ჩვენ სტუდიაში სასაუბროთ მოწვეული გვყავს სტუდენტი ირაკლი სალია ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, ასევე სტუდენტი გიორგი ჩანდლაძე ილიას უნივერსიტეტიდან, ბატონი ვასო გაბუნია პალეონტოლოგი, ასევე ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მეორე ბლოკში ჩვენ შემოგვიერთდება ბატონი მარხალ სპიროსმანიშვილი, რომელიც წარმოადგენს პროფესიით, ის არის ფსიქოლოგი. ბატონო ვასო, მოდი თქვენგან დავიწყოთ. საზოგადოებას ალბათ აინტერესებს ძალიან თუ რატომ შეიქმნა თქვენი საზოგადოებრივი მოძრაობა და ორიოდე სიტყვით ვითხარით თქვენი ორგანიზაციის დაფუძნების აუცილებლობაზე, იმ ინიციატივაზე, რომელიც გაჩნდა, ალბათ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და მოხდა ამ იდეის გავრცელება და გავრცობა და შემდეგ უკვე მასში წევრების გაწევრიანება, რა მიზანს ემსახურება ეს თქვენი ორგანიზაცია და თუნდაც 19 აპრილის შემდეგ გააგრძელებს თუ არა ორგანიზაცია ფუნქციონირებას და მუშაობს. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა განმარტო, რომ ეს არ არის რაღაც ორგანიზაციული სახე ჯერჯერობით ამ გაერთიანებას არ აქვს, ეს არის სუფთად ესეთ ფეისბუქური, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, რომელიც სპონტანურად შეიქმნა ვირტუალური ჯგუფი. ფაქტიურად ჯერჯერობით ესეთ ვირტუალურ სამყაროში უფრო ვართ, ჩვენი წევრების რაოდენობა დაახლოებით 1000-მდეა, ბევრი არა ვართ. მაგრამ გაერთიანებულები ვართ ერთი იდეის ქვეშ, იმ იდეის, რომელიც ფაქტიურად თქვათ უფროსი თაობის ხალხისთვის ეს იდეა დაახლოებით 30-35 წელია რაც არსებობს, ჩვენზე უფროსების ალბათ უფრო მეტი ხანია, ახალგაზრდებისთვის უფრო ნაკლები, მაგრამ იდეა არის ერთი. ევროპული კურსი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ესეთ მედგრად თქვათ ეჭირა ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ უცებში დავინახეთ, რომ ამ ევროპული კურსიდან შეიძლება ყოველ შემთხვევაში ესეთი ნიშნები გამოჩნდა საგანგაშო, რომ შეიძლება დღევანდელმა მთავრობამ რაღაც მომენტში გადაუხვიოს და ისევ ეგრეთ წოდებული ევრაზიული, უფრო ესეთი რუსული კურსი აიღოს. ამის ნიშნები არის სამწუხაროდ, ამან ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანების ჩვენ ნაწილს ჰქონდა უკვე ურთიერთობა, თქვათ, Facebook-იდან, ძალიან დიდ ნაწილს ამ ხალხისამე პირადად მაგალითად არ ვიცნობ. ძირითადად მაქვს მათთან ესეთი ინტერნეტული, თქვათ, ურთიერთობა, დიახ, მაგრამ რაღაც ნელ-ნელა ჩამოგვიყალიბდა ესეთი აზრი, რომ შეიძლება, რაც თქვი, ანუ შეიძლება უცებ ჩვენ აღმოჩნდეთ არა ევროპულ სივრცეში, ჩვენი ახალი მთავრობის კურსით, ანუ სადღაც აი რაღაცა ისე ასევე ჯერჯერობით ვირტუალურ, მაგრამ მაინც სახიფათო ევრაზიულ კავშირში, რომელიც ფაქტიურად იქნება
საბჭოთა კავშირის, რუსეთის იმპერიის თუ რაღაცა ყოველ შემთხვევაში კონცენტრირების ესეთი წერტილი იქნება ისევ რუსეთი თავისი ბატონო მასო ჩაგეჭრებით ეცეთ რამე დავუთხოთ საზოგადოებას რომ აი თქვენთვის მაგალითად პირადად დარწმუნებული ვარ რომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეს ევრაზიული კავშირი მაგრამ საზოგადოებას გარდა იმისა რომ ჩვენ ვეუბნებით რომ ეს არის საფრთხე კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ქუთაისის საზოგადოებას აი ამ რადიოს მსმენელს ამჟამინდელ მსმენელს აუხსნათ რა საფრთხეები შეიძლება მომდინარეობდეს საქართველოს იმ ასე ვთქვათ ჩრდილოური კურსისკენ რომ ვიაროთ და რა საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს ჩვენთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად ან სხვა სფეროებში, რომ ჩვენი ბედი, საქართველოს ბედი დაუკავშირდეს ასე ვთქვათ რუსულ ვექტორს. კვლავ დაუბრუნდეს და ჩვენ და სამწუხაროდ დაახლოებით უკვე 230 წელია, უკვე ცოტა ხანში 230 წელი იქნება ეს თავისებური იუბილე, რაც მოხვდით რუსეთის ორბიტაზე. და ამ 230 წლის განმავლობაში მე ვერ მეტყვის ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც იცნობს ისტორიას, თუნდაც შორეული როგორ ვთქვათ 200 წლის წინანდელი, გინდაც 20 წლის წინანდელი, გინდაც 5 წლის წინანდელი, ვთქვათ გამოცდილება რო ავიღოთ, როდესაც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობით გრძნობდით კარგად თავს. ანუ კარგად კი არა, კარგადზეც არ არის, ნორმალურადაც კი არ გრძნობდით თავს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით რაღაც უზარმაზარი წნეხის ქვეშ, რომელიც გამოიხატებოდა იგივე ეკონომიკურ თუნდაც ჯერ ავიღოთ სულთა ინტელექტუალური და ვთქვათ ადამიანის უფლებების მხრივ მომენტი რო ავიღოთ, ვთქვათ აი მხრივ ყოველთვის წნეხის ქვეშ ვიყავით და ჩვენ დაგვიდგა ერთი პერიოდი მომენტი, როდესაც საერთოდ შეიძლება ქართველობა დაგვეკარგა, ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც მასიურად, ვთქვათ, რენეგატმა ქართველებმა დაიწყეს კიდეც გვარების შეცვლა, ფაქტიურად ითვლებოდა, რომ რუსული ენა ეს იყო პირველი ენა და შემდეგ მეორე ენა უნდა ყოფილიყო ქართული და ასევე ვთქვათ, მე აღარ ვსაუბრობ ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვაზე, მე არ ვსაუბრობ იმ რეპრესიებზე, რომელიც მოყვა, ვთქვათ, 17 წლის 21 წლიდან უკვე ჩვენს ანექსიას და შემდეგ უკვე რეპრესიებს გარკვეული თვალსაზრისით ქართველების მხრიდანაც, მაგრამ ეს ქართველები იყვნენ სწორედ ის ველიკოდერჟავული რუსები, ვთქვათ, იგივე ორჯონიკიძე და სხვა შეიძლება ჩემი ტერმინი არ არის, ეს არის ვლადიმერ ილიაზე ლენის ტერმინი, რომელმაც პირდაპირ დაარქვა ორჯონიკიძეს და სტალინს ველიკოდერჟავული რუსები. ანუ ისიც კი არ თვლიდა მას ქართველებად იმდენად ცუდი, ესეთი რბილად რო ვთქვათ, ცუდი ეროვნული პოლიტიკის გატარება გადაწყვიტეს მათ საქართველოს კერძოდ საქართველოს მიმართ. ამაზე მათ კონფლიქტიც კი მოუვიდათ ლენინთან. ეს ესეთ რო ავიღოთ. შემდეგ მე აღარ ვსაუბრობ უკვე იმაზე თუ რაგანიცადა საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ანექსირებული ტერიტორიები, ეს დაუყული ხალხი, უამრავი გამოყრილი ადამიანი, ეს უკვე ჩვენი ისტორია, ის ომები, რომლებიც ჩვენ გადავიტანეთ ჩვენმა თაობამ და სამწუხაროდ ჩვენმა უმცროსმა თაობამაც, ეს იყო სრულიად განადგურებული ეკონომიკა, თქვენ მოგეხსენებათ, ყოველგვარ ლოგიკისგან ამოგდებული იყო საერთოდ საბჭოური ეკონომიკა, ისევე როგორც დღეს არის, ვთქვათ, აი საბაზრო ეკონომიკა, რომელსაც ძალიან მოსწონს, ვთქვათ, დღეს რუსეთს თავი, იქაც არ არის ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა, იქ არ არის ევროპული ღირებულებები, იქ არის სუბტად ესეთი იდეოლოგიის თვალსაზრისით ნამდვილი პრავოსლავნიკური თვითონაც კი საკმაოდ სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს, რომ თითქმის მთელი ეკლესია გადართული არის ესეთ შავრაზმულ წრეს უბრუნდება, ასე ვთქვათ. ეს არის ეკონომიკა, რომელთანაც კავშირმა ჩვენ შეიძლება დაბრუნება უпроსორად მათთან საერთოდ ამოგვაგდოს ყველანაირ სიტუაციიდან. მაგალითად, ჩვენ მართალია გასაღების ჩვენი ღვინის ჭყალებში ვამბობ მე ღვინოს, იმიტომ რომ ეს ღვინო არ იყო, რაც თქვათ 5 წლის წინ საქართველოში და 10 წლის წინ მზადდებოდა, ეს იყო რაღაც სითხე, რომელსაც უბრალოდ ალკოჰოლური რაღაც მომენტები ჰქონდა და ღვინის მსგავსი იყო. 5 წლის განმავლობაში საქართველოს გამოძებნა იმის საშუალება, რომ გაეტანა თავისი ნაწარმი ევროპაში, გაეუმჯობესებინა
რა ვიცი ალბათ საოცარი რამ მოხდა გაიუმჯობესებინა ხარისხი ღვინის წყლის იმ პროდუქტების რომელიც ევროპაში გადიოდა შესაბამისობაში მოეყვანა ევროპულ სტანდარტებთან და უცებ ჩვენ ისევ ძალიან დიდი სიხარულით რაღაც მომენტში ესეთი კარგი სიტყვა რუსული პათხალი მაჟითაც კი როსლიქნელობით ხო მაგრამ რაღაც რუსულად რო კარგია ჭხეს იმათი ეს არის ხო როსპოტრებ ნაძორის მუშაკებს ჩვენ მოუხადეთ ბოდიში უცებ იმის გამო რომ ვიღაცამ თქვა რომ იცით რა მე არ მინდა რომ ის კაცი რომელმაც ჩვენ გამოყარა ბაზრიდან რომლის გამოისობითაც პრინციპში მოხდა ჩვენი მოქალაქეების სატვირთო თვითმფრინავებით იქიდან გამოყრა უცებ ჩამოდიოდეს საქართველოში და მიმოწმებდეს მე ღვინის ხარისხს და მხოლოდ ამის შემდეგ ესეთ გვაძლევდეს უფლებას რომ მასთან შევიდანოთ ისევ ღვინო ან წყალი ან ბორჯომი მე არ ამგონიან რომ უნიშენკოს თქვათ თან კონდია საჯარო სივრცეში გულანძღავდეს და უნიათო ზარმაც რა თქმა უნდა უნიათო ზარმაც ხალხს გვეძახდეს და პარალელურად თქვათ იგივე ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე თუ პრემიერ-მინისტრი როგორც თქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ ძალიან ესეთი მე ჩავთვლიდი რომ უტაქტო წერილს წერს ევროპარლამენტარებს და პარტიას რომელსაც ფაქტიურად უმრავლესობა ყავს ევროპარლამენტში და ერთ-ერთი წამყვანი პარტია არის ევროპაში თუ როგორ გაბედეს მათ და რაღაც მანდამაინც თავზე არ გადაუსვეს მას ხელი როდესაც თქვათ დააფიქსირეს რაღაც დარღვევები ანუ ერთის მხრივ ჩვენ ბოდის სუხთით და ვემლიქნელებით ონიშენკოს რომელმაც ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩამოთვალე ნაწილი დანარჩენი მსმენელმა გაიაზროს თავისავში და მეორეს მხრივ იმ ევროპას რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვეხმარებოდა მაქსიმალურად ხარს გვიჭერდა იგივე ანექსიის კანონთან დაკავშირებით იგივე ტოლვილებთან დაკავშირებით უამრავი პროგრამა მოგეხსენებათ მე ხა ზუგდიდში გახდით სწორედ ტოლვილებთან ტრენინგებს ვატარებდით უამრავი ევროპული ორგანიზაცია დღეს იღწვის იმისთვის რომ თქვა ჩვენ ტოლვილებს იზოლებით გადადგებულ პირებს შეუქმნან მაქსიმალურად კომფორტული პირობები. ეს იქნება ბინების რემონტი, რაღაც დასაქმება, თქვა იგივე ძროხებს ყიდულობენ და ასე შემდეგ. თუ და ამ დროს ჩვენ აი ამ ხალხს ვანაცვალებთ ხალხს, რომლებმაც ჩვენ ყველაფერი ეს დაგვმართეს. ამის შიშია და სწორედ ამის გამო ვართ ჩვენ გაერთიანებული. თქვენი შიშები რუსეთთან საქართველოს დაახლოებით შესაძლო რაღაც იმ საფრთხეებისა, რომელმაც შეიძლება ნეგატიური გავლენა გამოიწვიოს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სხვა მიმართულებები. ხომ არ ხედავთ თქვენ კიდე ერთ საფრთხეს იმაში, რომ საზოგადოება თითქოს, აი ქართული საზოგადოება თითქოს დაიღალა დასავლეთისკენ უშედეგო ჭყალებში ვიტყოდი უშედეგო სწრაფი და ისევ შეჩვეული ჭირი, ანუ რუსული ჭირი ხომ არ ურჩევნია ამ შეუჩვეველს იკეთეს, რასაც ჩვენ დასავლეთს და დასავლეთის ხიბლს ვეძახით. სამწუხაროდ მე ამ აზრზე ვარ. მე ესე მგონია, რომ ასეც ხდება, უბრალოდ ჩვენ რა ვიცი, ალბათ გვახსოვს ის სიკეთეები ჭყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ შეგვეძლო ხართ-ეზოზე წამოწოლილიყავით, გარანტირებული, თქვათ, ქონდა ხელფასი, სამსახური, ნების პირიქით თუ არ მუშაობდი გიჭერდნენ კიდეც თუ რაღაც ადმინისტრაციული საჯელი იყო შეგვეძლო თქვა 35 თუ 36 მონეტად გავფრენილიყავით მოსკოვში ორი ბოთლი კონიაკის საფასურად რაღაც საქმეები ჩაგვეწყო ძალიან ადვილი და ესეთი მარტივი სქემა იყო რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ სამწუხაროდ და ევროპა ცოტა სხვა მოთხოვნებს გვიყენებს ჩვენ გვეუბნება რომ უნდა განათლდეთ ცოტა დემოკრატია ისავლოთ ცოტა კი არა კარგად უნდა შრომა უნდა ისავლოთ რომ თქვა თქვენ ლანგარზე და თქვა იქ საჭმელს და სასმელს არავინ არ მოგიტანს და შენ 24 საათით უქეიფობ რაღაცა მაშინ არ გექნება თქვა რაღაც მომენტში გაგითავდება ეს ფული და უკვე ვეღარ შეძლებ ამის გაკეთებას ნუ იქ რაღაც თქვა პრესა რა ვიცი ძალიან ბევრი ფაქტორია რომელიც ჩვენთვის ცოტა უცხო აღმოჩნდა იმიტომ რომ დიდი ხნის წოლის შემდეგ უცებ ჩვენ მოგვიწია ფეხზე ამდგარიყავით პირი დაგვებანა გამოსულიყავით ქუჩაში და დაგვეწყო მუშაობა დიდი მადლობა ბატონო ასო ჩვენ სტუდიაში ასევე ჩვენი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილები მოდით გითხოთ მათაც
ბატონო ირაკლი, თქვენ წარმოადგენთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, თბილისის უნივერსიტეტს. თქვენ როგორ მოხვდით ამ, ასე ვთქვათ, ვირტუალურ ორგანიზაციაში, რა რითი ხიბლავთ თქვენ ამ ორგანიზაციის მიზნები, რით არის განპირობებული თქვენი მონაწილეობა, თანამონაწილეობა ამ ორგანიზაციაში და რა განწყობებია ზოგადად თქვენთან უნივერსიტეტში, არის თუ არა რაიმე საფრთხეები, რომელზედაც კიდევ ერთხელ საზოგადოებას, თქვენი უნივერსიტეტის საზოგადოებას შეხსენება ჭირდებოდეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მეც ახლა როგორც ყველა წევრი, რა თქმა უნდა, ინტერნეტით დაუკავშირდით, ინტერნეტით აღმოაჩინეთ ერთმანეთი და იმიტომ რომ რაღაცა საერთო ინტერესები გქონდა, აი საერთო რაღაც მოვლენებში ვხედავდით საფრთხეს და გვინდოდა რომ რა თქმა უნდა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის რაღაც თანამოაზრეები გვეპოვნა და ამისთვისაც ვართ შეკრებილები რომ აი ჩვენ საერთო ინტერესების მიხედვით ვიმოქმედოთ. ირაკლი, რაიმე ოფისი თუ გვაქვს, სადაც ხდება თქვენი შეხვედრები, პერიოდული შეხვედრები? ესე როგორც ოფისი, ასე არა. ჩვენინებით, როდესაც რაღაცა გვინდა დავგეგმოთ, აი როგორც ახლა გავსვლები რაღაცა, მაშინ ვიკრიბებით სადღაც. ოფისი არის, ასე ვთქვათ, Facebook-ი, ვირტუალური ინტერნეტი არის, ხო ძირითადად ეს. თანხები არის ჩვენი პირადი, ასე რომ ყველაფერი. პირადად აი რატომ რითი მოგხიბლათ იდეამ ამ ჯგუფში გაწევრიანებას? აი მაგალითად პარტიები, ახლა აი პარტია არის ძალიან დიდი შეზღუდვა არის. ეს არის უკვე პარტიის წევრობა არის პასუხისმგებლობა, იმას აქვს პარტიას აქვს რაღაც თავისი წესები. არ ხარ იმდენად თავისუფალი, როგორც აი ამ ესეთ სამოქალაქო გაერთიანებაში, სადაც უკვე აბსოლუტურად არ არის აი ისეთი შეზღუდვები რა, ჩვენ თავისუფლად უზიარებთ ერთმანეთს, გეგმავთ რაღაცა ამდაგვარ აქციებს და თქვენ რომელიმე პარტიის წევრი თუ ბრძანდებით? არა, არასდროს. ზუსტად ამიტომაც არასდროს არ ვერთიანდებოდი არც ერთ პარტიაში. რომ აუცილებლად ვიცოდი რომ რაღაც შეზღუდვები იქნებოდა იქ. თქვენი ორგანიზაციის მიზანი არის თუ არა ერთ-ერთი მიზანი ის რომ გაუკეთოთ ორგანიზება მიმდინარე წლის 19 აპრილს აქციას თბილისში პარლამენტის წინ თუ საგრებულოს წინა მოედანზე თუ პარლამენტთან ორგანიზებაზე მეტად მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ უბრალოდ ეს უკვე დაანონსებული არის და ჩვენ უბრალოდ პოპულარიზაციას ვეწევით იმიტომ რომ საერთო დაემთხვა ჩვენი აზრები და ანუ ჩვენ მხრივ გვინდა რომ მე ხალხს გავაგებინოთ ამაზე, გავაგებინოთ რატომ უნდა მოვიდნენ და ნუ საერთოდ და ზოგადად ამ მოვლენებზე რაღაცა ჩვენი აზრი გამოვთქვათ. და ბატონო ირაკლი, რატომ უნდა მოვიდეს საზოგადოება 19 აპრილს პარლამენტის წინ? თქვენი აზრით. იმიტომ უნდა მოვიდეს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოჩნდეს ამ ევროპული კურსის მომხრე და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქსირდეს რომ აღევებს ეს თემა, ხედავს რომ ზუსტად პრობლემა დგას, საფრთხეშია ეს კურსი და დააფიქსიროს თავისი აზრი, დაიცვას ეს თავისი დასავლური არჩევანი. და როგორ ფიქრობთ, თქვენს უნივერსიტეტში თქვენი თანამზრახველების რიცხვი ბევრია თუ ცოტა? შედარებით ნაკლები, იმიტომ რომ ამ თემას რაღაც სკეპტიკურად უყურებენ. ახალგაზრდებში მით უმეტეს, თან გასაკვირად ეჭვით უყურებენ. ანუ ახალგაზრდები ვერ გრძნობენ იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება რუსეთთან ჩვენი დაახლოებით იყოს გამოწვეული? ძირითადად ვერ გრძნობენ და აი ძალიან მიკვირს, მაგრამ არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც პირიქით ამჯობინებენ რუსეთს. და ანუ ტერიტორიების დათმობაც კი მისაღებია მათთვის. მე მინდა გამოვაცხადო დროებით შესვენება, ჩვენ გადივართ ახლა სარეკლამო ჭრაზე და სულ რამდენიმე წუთში იგივე თემით ჩვენ დაბრუნდებით რადიო სტუდიაში. გინდა შენი იღბალი და ინტუიცია რეალურად გამოსცადო.
ეწვია კაზინო სამთოს. რეალურ დროსა და რეალურ გარემოში უამრავი თამაშები გელოდება. კარტების ყველა თამაშები რეალურ დილერებთან, პოკერის ტურნირები, რულეტკა და უამრავი სხვა თამაშები. შეიგრძენი ნამდვილი კაზინოს გარემო მხოლოდ ჩვენთან. ქუთაისის ამტრედიის გზის 13 კილომეტრზე. სოფელი ქვიტირი. კაზინო 3 ტუზი. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ ლიტრიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. ქუთაისში გამსახურდიას 42-ში. ბეკოს მაღაზიაში დაიწყო გრანდიოზული 40%-მდე საგაზაფხულო ფასდაკრება. იჩქარეთ, შეიძინეთ საუკეთესო ტექნიკა დაბალ ფასებში. ჩაღლავის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. ლიცეუმში მოსწავლეები მიიღებიან გამოცდის საფუძველზე. ლიცეუმი გთავაზობთ ცოდნის შეძენის შესანიშნავ პირობებს. მოსწავლეები დაწყებითი კლასიდან გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. უფროს კლასელები ტექნიკურ საგნებს შეისწავლიან ინგლისურ ენაზე. ლიცეუმი აღჭურვილია კომპიუტერებით, ლაბორატორიებითა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. დანერგილია კაბინეტური სწავლების სისტემა. მოსწავლეები სარგებლობენ უფასო ინტერნეტით. გამოცდილი პედაგოგები საოლიმპიადო ჯგუფებში მოსწავლეებს მოამზადებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. ფუნქციონირებს ცეკვის, მუსიკის, ჭადრაკის წრეები, წარმოებს გაცვლითი პროგრამები. მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს სამზარეულო მრავალფეროვანი მენიუთი და დაცული ჰიგიენის ნორმებით. წინასწარი გადახდის ან დედმამიშვილების შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათები. დამატებითი ინფორმაციისთვის მობზანდით მისამართზე ირაკლი აბაშიძის 22 ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 25 69 05 ან ეწვიეთ Facebook გვერდს facebook.com/ხაზი NNSGE. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე. პალმების ხეივანში, კვადრატულ მეტრს $350-დან, ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს. შეიძინებინა დღეს და ისარგებლე უპროცენტო განვადებით 5 წლის მანძილზე. დაგვიკავშირდით 0431 26 32 32. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. ქუთაისში გამსახურდიას 42-ში. ბეკოს მაღაზიაში დაიწყო გრანდიოზული 40%-მდე საგაზაფხულო ფასდაკრება. იჩქარეთ, შეიძინეთ საუკეთესო ტექნიკა დაბალ ფასებში. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ ლიტრიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. შემოდი ძველი ქალაქის ვებგვერდზე www.radiodk.g. შეიტყვე მეტი შენი საყვარელი გადაცემებისა და რადიო წამყვანების შესახებ. გვისმინე და გაერთე www.radiodk.g. ქალაქი მომხმარებელთა და მწარმოებელთა ადგილია. აირჩიე და იცხოვრი. ძველი ქალაქი FM 107.9. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. მე ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი გოჩა ჩხეტია გახლავართ. ჩვენი გადაცემის თემა არის 19 აპრილი, 19 აპრილთან დაკავშირებული ერთ-ერთი კონკრეტული აქტივობა, ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით 19 აპრილი, რომელიც დაფუძნებულია, ასე ვთქვათ, ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში და რომლის წარმომადგენლები დღეს ჩვენი რადიო სტუმრები არიან. ჩვენი სტუმრები არიან, მინდა შეგახსენოთ, ირაკლი სალია, სტუდენტი, ბატონი მალხას ფიროსმანიშვილი, რომელიც მეორე ბლოკში შემოგვემატა, ფსიქოლოგი, ბატონი გიორგი ჩანტლაძე, ასევე სტუდენტი და ბატონი ვასო გაბუნია, პალეონტოლოგი. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ თქვენ? საფრთხეები მართლა ესეთი
რეალური და ესეთი გარდუვალი არის, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება რადიკალურად მკვეთრად პრორუსული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რამაც შეიძლება შემდეგ საქართველოს ჩააგდოს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად არასასურველ მდგომარეობაში. პირველ რიგში მივესალმები რადიო ძველი ქალაქის მსმენელს და სრულიად ქუთაისს. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ჩემი აზრით ძალიან დიდია საფრთხე. ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ასე ვთქვათ, მე ესე ვიძახი ხოლმე დამთფარი ურთიერთობებით დაუბრუნდეთ ისევ ასე ვთქვათ უკან მომავალში და ამას რავი ჯერჯერობით რასაც უყურებ ძალიან ნათლად ხედავთ. აი ისეთი შთაბეჭდილება რჩება ჩემი აზრით ამ არჩევნების მერე, აი თითქოს რაღაცა ეს ხალხმა, რაღაცა გარკვეული კატეგორიის ხალხმა, საზოგადოების ნაწილმა აი რაღაც ასე ვთქვათ ამოისუნთქა და გაიხედა ეგრევე რუსეთისკენ. დაიწყეს ფიქრი რაღაცა ღვინის გატანაზე, დაიწყეს ფიქრი მანდარინის გატანაზე, რაღაცა, ანუ ეს ზოგადად რიგითმა მოქალაქეებმა, ანუ შეგრძნება ჰქონდათ ისეთი, რომ რუსეთს უბრუნდებით ისე, უბრუნდებით რაღაცა ძველ დროს, როგორც ბატონმა ვასო მახსენა რაღაცა 36 მანეთიან რაღაც ლეგენდებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუნდაც ის რომ აი რაღაცა უკვე კულტურულ დონეზეც ხდება ისე რომ რაღაცა ჩამოყავს ანჟელიკა ვარუმი და რაღაც ლეონი დაგუწინი და რა ვიცი, ასე შემდეგ და ბატონ გიორგი, თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? მე ვარ 29 წლის. 29 წლის. რაიმე ემოციური ბმა თუ გაქვთ თქვენ რუსეთთან, აი თქვენი თანატოლებს, რა ბმა აქვთ ისეთი რუსეთთან, რომელიც შეიძლება რაღაც ამ ქვეყნის მიმართ და მასთან დაახლოების მომხრეებისათვის რაღაც ხიბლის შემცველი იყოს. იცით რა არის, ჩემ ემოციურ ბმას რაც შეეხება პირველი რაც მახსენდება რუსეთთან, ანუ რა ასოციაციაც მოდის ჩემთან, არის 2008 წელი. 2008 წელი სრულიად აი შოკში მყოფი საქართველოს ომი ჩვენ თავზე ფრინავები და მე ეს ემოციური ბმა არ ვიცი რავი რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ვახსენოთ რომ ყველგან არის ცუდი და კარგი ადამიანი მე პირადად ასოციაცია მიჩნდება მტერი სახელმწიფოსი და ну რავი ძალიან ესე გამოდივარ ასე ვთქვათ რადიკალური განცხადებით მაგრამ მე სხვა ემოციური ბმა არ გამოჩნია და იცით რა არის ძალიან წინს როცა ჩემ ხელან ჩემზე პატარა ადამიანები ნეიტრალურად არიან განწყობილები და იძახიან რომ თითქოს ეს არის რაღაცა მაგონილი ლეგენდა თითქოს რაღაცა იქ არიან და გიორგი რა არის მიზეზი იმისა რომ თქვენი თანატოლებიდან რაღაც დიდი ნაწილი ნეიტრალურად არის ამ საკითხის მიმართ განწყობილი და როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა ზოგიერთი მომხრეც კი არის ასე ვთქვათ ჩვენი დასავლური კურსის სანაცვლოდ რუსული ორბიტაზე გადასვლის გაძლიერებას. ჩემი აზრით პირველი მიზეზი და უდიდესი შეცდომა რაც დაშვებული იქნა უკანასკნელ წლებში ეს არის არაინფორმირებულობა. ანუ ამ ხალხს ახალგაზრდა თაობას არ ქონდა ინფორმაცია. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ეს უკანასკნელი წლების მანძილზე რა იყო საერთოდ ოკუპაცია. ანუ აი მე ხა პირადად 21 ანუ სტუდენტი ნებისმიერ 10 სტუდენტი რო გავაჩერო ალბათ მაქსიმუმ 3 მაიცოდეს რა მოხდა 1921 წელს. ანუ არ აქვს ინფორმაცია 1921 წელს რომ თავი დავანებოთ განა 2008 წლის მოვლენები რუსული ოკუპაცია და მცდელობა ტოტალური ოკუპაციის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განა თქვენი საკმარისი არ არის რომ თქვენმა თაობამ სულ რაღაც 4-5 წლის მომხდარი რუსული აგრესია ვერ გააცნობიეროს და ამ ქვეყანას საკუთარი ქვეყნის მომავალი დაუკავშიროს კი, სრულიად საკმარისია, მაგრამ აი არ ვიცი, ამ შემთხვევაში უკვე მეც ვერ პოვლობ მიზეს თუ რატო შეიძლება ეს საკმარისი არ იყოს. ძირითადად ისევ მიდის გადაბრალება ჩვენსავე თავზე, ჩვენსავე ხელისუფლებაზე, თითქოს ის ომი, ჩვენ თითქოს ისინი არიან რაღაცა ჩვენი მეგობრები და ჩვენ მეგობრებს დაუწყეთ ომი. ის გვავიწყდება ყველას, რომ ეს ომი მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, რაც არ უნდა იყოს, მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ იმას რომ თითქოს ომი ჩვენ დავიწყეთ რუსეთთან რაც ბოლოს მე მგონი გააკეთა გერმანიის მერე დავიწყეთ თითქოს პირველად ჩვენ ომი რუსეთთან რაღაცა ძალიან ისეთ ჩანს რაღაც ფანტაზიის სფეროებია გიორგი თუ ქონიათ მცდელობა რომ თქვენს თანატოლებთან რამე დისკუსიების ან დებატების გამართვისა რაღაცა თუ მგონია რომ ყოველთვის არგუმენტები თქვენს მხარეზე უფრო მეტი იქნება ვინმე თქვენი მოწინააღმდეგეების მხარეზე თქვენი ოპონენტების მხარეზე. იცით როგორ რაღაცა ჩვენ ანუ მე პირადად უფრო მაქვს ხოლმე ეს დისკუსიები არაოფიციალურად ძირითადად მეგობრების წრეებში და კი ესე ხდება ხოლმე ბოლოს რომ
ჩვენ მხარეს არის ძირითადად სიმართლე და არგუმენტების უბრალესობაც ჩვენ მხარეს არის. გვაქვს ასევე მინდა გითხრათ ილიას უნივერსიტეტში გვაქვს ისტორიის მოყოლთა კლუბი, რომელიც ასე ახალი დაარსებულია, მაგრამ ხშირად იხილავს აი რაღაცა უკანასკნელ წლებში განვითარებულ საქართველოს ისტორიას. ეს 1921 წლიდან მოყოლებული, მერე ეს რაღაცა ოკუპაციის წლები, ეს უკანასკნელი 90-იან წლებში განვითარებული მოვლენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ძირთად მიდის დისკუსია ყველანი უმეტესობა მაინც ერთ აზრზე ვართ, მაგრამ ნუ რაღაცა პატარა ასე იგი საუბრები და დისკუსიებიც არის ხოლმე ამ თემაზე. და ეფექტური არის ეს დისკუსია. იცით რა არის ეფექტური არის. ანუ ადამიანები, რომლებიც არიან ნეიტრალურად განწყობილები, იწყებენ ფიქრს, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორც ერთი შეხედვით ჩანს და როგორც ძალიან საწყენია, მაგრამ როგორც ამას ზოგიერთი მედიები ავრცელებენ, რომ რაღაცა. დიდი მადლობა, გიორგი. გადავიდეთ ჩვენ სტუმართან, ფსიქოლოგთან, ბატონ მარხასთან. ბატონ მარხას, რა უბედურება გჭირს ქართველებს განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში? დასამალი არ არის, მოდი ვთქვათ სიმართლე, გავუსწოროთ სიმართლეს თავი და ვთქვათ, რომ აი რუსული ვექტორი, ჩრდილოური ვექტორი უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს მოსახლეობაში. რითია ეს გამოწვეული ხომ ვერ აგვიხსნით? პირველ რიგში მოგესალმებით. ეხლა კითხვას რაც შეეხება. ჩემი აზრით ეს არის გამოწვეული, პასუხი ძალიან მარტივია. სინამდვილეში ეს არის მონური ფსიქოლოგია. ანუ ჩვენი პრობლემა მას შემდეგ რაც რუსეთმა საბოლოოდ მოახერხა საქართველოს ოკუპაცია და საბოლოო ანექსია, ну, საბოლოო წყალებში, იმიტომ რომ ჩვენ მაინც დავახციეთ თავი ამას ჯერ 18-21 წლებში, ასე იყო თუ ისე იყო, მაინც საქართველოს დამოუკიდებელი იყო და გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შემდეგ, ასე ვთქვათ, 1991 წელს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გავლენა იმდენად დიდი იყო რუსეთის იმპერიის საქართველოზე, რომ თანამედროვე ქართველს ჩამოუყალიბდა მონური ფსიქოლოგია. მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მას ჩამოუყალიბდა არასრულფასოვნების კომპლექსი, რასაც მონური ფსიქოლოგია ეფუძნება და ერთ დავამატებდი და შეიძლება შემიძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არაღების ორგანო. ну ეს ინფანტილიზმი, არასრულფასოვნების კომპლექსი სწორედ ხშირ შემთხვევაში იწვევს გაინფანტილურებას პიროვნებისას და ინფანტილიზმი ეს არის უპასუხისმგებლობა, რომელიც სხვადასხვა სახით გამოვლინდება როგორც პირად კერძო ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ დონეზე და ასევე პოლიტიკაში და სახელმწიფოებრივ დონეზე. ის რომ თანამედროვე ქართველი ну ყველაზე რა თქმა უნდა ამას ვერ ვიტყვი, ნაკლებად აზროვნეს, რბილად რომ ვთქვა, ნაკლებად აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ნაკლებად გამოდის სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და მის პირად ცხოვრებაში, პირადი ცხოვრების დაგეგმარებაში, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში რბილად ვიტყვი, ასევე ნაკლებად არ ითვალისწინებს, ესე იგი, ან ნაკლებად ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და არ ცდილობს, რომ პირადი ცხოვრება დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინტერესების ცხოვრებას და თანამედროვე ქართულისთვის ნაციონალური იდეა, ეროვნული იდეა ფრიად ბუნდოვანი და ვერ მიიღო მასშტაბური სახე და მიუხედავად ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში სოფლიო მასშტაბით აი ესეთი სერიოზული, ძალიან სერიოზული გარღვევისა ქართულ სინამდვილეში და საქართველოს ისტორიაში ჩვენ ხომ ასეთი გარღვევა რამდენიმე საუკუნე არ გქონია. ამიტომაც მივსდირით ჩვენ დავით აღმაშენებლის აყვავების პერიოდს რა, იმიტომ რომ მას შემდეგ დაახლოებით 14-15 საუკუნიდან ჩვენ ასეთი მასშტაბის გარღვევა საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში, სახელმწიფოებრივ დონეზე, როგორც ჰქონდა 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით, ქართველ ერს როგორც სახელმწიფოს ფუნდამენტს, საფუძველს არ ჰქონია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ასე რომ ვთქვათ, ნებისმიერი საშიშროების წინაშე, ნებისმიერი გადახრის წინაშე, მაინც მოწყვლადი აღმოჩნდა ეს ეროვნული იდეა, ანუ ქართული სახელმწიფოებრიობა. მე პირადად, ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, ჩვენ ვართ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არსებობის იდეის მატარებლები. სწორედ ეს იდეა
1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ეს იდეა დადგა საფრთხის წინაშე. ამიტომაც ჩვენ გავერთიანდით ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში, საზოგადოებრივ გაერთიანებაში, რომელსაც 19 აპრილი ქვია და 19 აპრილს მივალთ აქციაზე აი ამ საშიშროების გასაპროტესტებლად. ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ხელისუფლების წინაშე, რომ ჩვენ ამ საშიშროებას ვხედავთ, ჩვენ არა ვართ ცოტანი, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, თუმცა აქ ცოტაზე და ბევრზე არ არის ლაპარაკი. 10 კაციც რო ხედავდეს ამ საშიშროებას, თუ შენის მოგმართავს ერთი ადამიანიც რო ხედავდეს, ერთი შენი მოქალაქეც ამ საშიშროებას რო ხედავდეს და შენის მოგმართავს კითხვით, შენ ვალდებული ხარ ხელისუფლება, მას პასუხი გაცე, იმიტომ რომ ის პირად საკითხზე არ მოგმართავს შენ, ის მოგმართავს სახელმწიფოებრივ საკითხზე. ის მას აინტერესებს სახელმწიფოებრივი პრობლემა და არა პირადი პრობლემის გადაწყვეტა და არა პირად პრობლემაში შენიჩარება. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლება, მით უმეტეს ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულობაზე დებს თავს, ვალდებულია ერთმა ადამიანმაც რომ მიმართოს ამ პრობლემით და მოსთხოვოს განმარტება, მან უნდა განუმარტოს. ხო და 19 აპრილს, თუ ისინი 19 აპრილამდე არ იკლავენ თავს განმარტებების მოცემით და შემოიფარგლებიან მხოლოდ ზოგადი ფრაზებით, უცნაური სხვადასხვა ეს ხელისუფლება რაღაც, მე როგორც ფსიქოლოგი ასეთ დასკვნას ვაკეთებ, რაღაც უცნაური ღიმილით გამოირჩევას ყველა, არის თემები, რომლებზეც ისინი მხოლოდ ღიმილს ამჯობინებენ, რაღაც ქალია თუ კაცი არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც ჯოკონდას მაგვარი ღიმილი გამოიმუშავეს და ან საერთოდ როცა ასეთ კითხვას დაუსვამენ, ან მხოლოდ ღიმილით ჯოკონდას ღიმილით შემოიფარგლებიან, ან ჯოკონდას ღიმილითვე რაღაც პასუხს გვცემენ თითქოს და რას ამბობთ ხალხო, რა რუსული საშიშროება, რუსული საშიშროება. მაშინ თუ რუსული საშიშროება არაფერია და ჩვენ გვეჩვენება და გველანდება, 19 აპრილს რომ მოვა რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქე, მე სპეციალურად ვამბობ, საქართველოს მოქალაქე და ეროვნებას არ უსვამ ხალხს, იმიტომ რომ კოლაბორაციონიზმა და პატრიოტიზმა ეროვნება არ იცის. ჩემთვის ქართველიც, სომეხიც, ქურთიც, აზერბაიჯანელიც და სხვა ნებისმიერი ეროვნების და ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე, თუ ის კოლაბორაციონისტია, ის კოლაბორაციონისტია და თუ პატრიოტია, ის პატრიოტია. ამიტომ რომ მოვა 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი, კეთილი ინებოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და განმარტება მოგცეს. არის ეს საშიშროება თუ არ არის ეს საშიშროება ხელისუფლება მასზე რომ რეალურად სერიოზულად არ ფიქრობს. ჯერ ერთი ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციას. ჯერ ერთი ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში. მეორე როცა მე მესმის რომ გადაცემის ფორმატი მცირეა და ჩვენ დასაშველება გვაქვს. წუთნახევარი დაგჭა, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ. რა საჭირო იყო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის პარალელურად აბაშიძის, ასე რომ ვთქვათ, სტრუქტურის შეცვლა და აბაშიძე ზურაბ აბაშიძემ შეხედულობაში სპეციალური წარმომადგენელი მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენელი რუსებთან მოლაპარაკებებში, რა საჭირო იყო ამ სტრუქტურის შექმნა. მაშინ, როდესაც 230 წელია ჩვენ ვიცით, რომ რუსებთან ჩვენ მარტო არასოდეს არც ერთი მოლაპარაკების დროს არ უნდა დავრჩეთ. და მიუხედავად ამისა, როგორც იქნა თავის დროზე რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებს მივახციეთ, როცა მაშინ მონაწილეობა საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს და ჩვენ მარტო არა ვართ რუსებთან მოლაპარაკებებზე და ამ დროს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ პირველ გადაწყვეტილებას რომელსაც იღებს დანიშნვისთანავე ეს არის პარალელური სტრუქტურის შექმნა და ერთ-ერთზე მოლაპარაკებები რუსეთთან. ანუ მართლა თქვენი პოზიცია გასაგები არის, მე მინდა ხა სიტყვა გადავცე ბატონ ვასო ნახევარი წუთი დაგვრჩა და თუ შეგიძლიათ აი ნახევარ წუთში საზოგადოებას რომ ამცნოთ აი რა გეგმები გაქვთ, მე ვიცი რომ თქვენ ბათუმიდან ჩამობრძანდით და ბათუმში ქონდათ საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან მოკლედ, რომელიც დაგეგმილი გაქვთ თქვენ 4 საათს. 4 საათზე ჩვენ გვაქვს დაახლოებით ისეთივე შეხვედრა დაგეგმილი როგორც ქონდა ბათუმში, ეს იქნება უბრალოდ ის რაც ჩვენ აქ ვილაპარაკეთ პრინციპში. საჯარო ბიბლიოთეკაში 4 საათზე ქუთაისში პრესასთან და ნებისმიერ ადამიანთან რომელსაც აინტერესებს იმ კითხვებზე პასუხი, რომლებზეც ჩვენ ვაპირებთ გავცეთ
4 საათზეც დღეს და ხვალ და ზეგ და 19 აპრილამდე და 19 აპრილის შემდეგ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემო სტუმრებო მობრძანებისათვის, ასე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მსმენელს, რომ გვისმენ და კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.